და ბრაზი არსად არ წასულა. ბრაზი არსად არ წასულა, ხო, უბრალოდ პირიქით, მე მგონი ბრაზი მატულობს კიდეც, უბრალოდ ამას უნდა რაღაცნაირად ყველაზე მთავარი რაც მე მგონია რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან ვინც აქტიურია თუნდაც ამ ერთი წლის განმავლობაში ადამიანები რომლებიც ვერაფერმა ვერ შეაშინა და რუსთაველზე დგანან ხო და ის სამოქალაქო პოლიტიკური ჯგუფები ვინც არიან რაღაც ძალიან კონკრეტული რაღაც ესეთ მიზანდასახული წერტილი და რაღაცა გეგმის მონახაზი მაინც გაჩნდეს საით მივდივარ და რა გზით მივდივარ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო მეტი გამოვა იმიტომ რომ ის ადამიანები, ვისაც აკავებენ, ხო, ვისაც აი მართლა ასე რაღაც უსამართლოდ ექცევიან, იგივე აი ეს პოლიციელები, ხო, აი წეღან ამბობდით, ხო, რომ ფეხქვეშ გათელა. თუ კი ვინმე უნდა იყოს, ხო, სახელმწიფო სტაბილურობის გარანტი, ხო, მოსასამართლო, პოლიცია, პროკურატურა, ხო, აბსოლუტურად, ანუ იმიჯზე აღარ არის ლაპარაკი, ხო, აი მართლა თავლაბ დასხმულები არიან რა. ამიტომ იმათ ხო ყავთ, მართლა ეხა შეიძლება ვიღაც შვილი და ის ცოლი თუ ვინც ყავს, რომელიც იმიტომ რომ მან ხელფასი უნდა მიიტანოს ის არის, მაგრამ რა გარშემო ხო ყავს რომელსაც უკვე უტყდება რომ თქვას რომ აი ჩემი ვიღაც ბიძაშვილი მოსამართლეა ჩემი მამიდაშვილი ვიღაც პატრულია და რაღაცა ხო და ეს ერთის მხრივ ადამიანურად საშინელი მომენტია და მეორეს მხრივ სახელმწიფოებრივად წარმოიდგინეთ როგორი ისაა როდესაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ხო რაც უნდა იყოს სახელმწიფო სტაბილურობის გარანტი შენი პოსტი შენი პროფესია აღარ არსებობს ხო და აი იგივე პატიმრობასთან დაკავშირებით ხო გვეკითხებიან რაღაც როგორი იყო გაგიჭირდათ რაღაც ხა სასიამოვნო და ის როგორ შეიძლება იყოს მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელად თუ ამბობ რომ საკანში ნუ რა თქმა უნდა ცალკე სალაპარაკოა ეგ რა პირობები როგორ და ის რომ ჩვენი პენიტენციალური სისტემა ფაქტობრივად ვერანაირ დასალურ და ცივილიზებულ სტანდარტს ვერ პასუხობს, ხო? თავისი მიდგომებით, ნუ პირობებზე იმდენად არ არის მიდგომების დონეზე ვერ პასუხობს, ხო? მაგრამ ყველაზე საშინელი რაც იყო პირადად ჩემთვის, აი რამაც ყველაზე მეტად იმოქმედა ჩემზე მორალურად, ეს იყო სასამართლო პროცესი. ეს იყო აი ტიპიური ტროიკა. ეს მეც მაქვს გამოცდილი სხვათა შორის. აი მართლა საბჭოთა ტროიკა, პროკურორი, ცრუმოწმე, მოსამართლეს ხედა და აი რაღაცნაირად ხო, აი ამ რაღაც ფორმალობას იცავენ და რაღაცნაირად ჩაარიხინონ ეს პროცესი, უნიჭოდ დადგმული ყველანაირი, ანუ ლოგიკური ბმების გარეშე, ყველაფრის გარეშე და რაც კიდე ისაუბრე, როგორი ადვოკატიც არ უნდა გყავდეს, ორი გეყოლება თუ არ ვიცი, საიდან ჩამოიყვა, რა ვიცი, ბრიტანეთის სამეფო კარის ადვოკატი რო ყავდეს, აბსოლუტურად არაფერს აზრი არ აქვს. რაც რა ფაქტიც არ უნდა დადო. შორის თან ეხა წარმოიდგინეთ ეხა სინდისის ტყვეები მე არ ყოფილ ვარ პატიმარი რაღაც მარიამ ლაშხს რო მონა დავუძახე მაგის გამო დამაჯარიმეს და ეგ სასამართლო პროცესი მქონდა და ისეთი საშინელი სტრესული იყო ეს და ეხა ციხეში რო წავსულიყავი კიდე აი ამ ფარსის გამო წარმოიდგინე რამხელას ტრავმას აყენებენ ადამიანებს და არც მაგხური ძალიან ჯანმრთელი ვარ, არც წნევები მაწუხებს, არც თავის ტკივი რაღაც სასამართლოს მე რომ მიგვიყვანეს იქ და ექიმი გვამოწმებდა, მართლა წნევი, იმიტომ რომ მორალურად გამანადგურა, როგორ შეიძლება სამი ახალგაზრდა ადამიანი იდგეს და ასე არა ადამიანურად იქცევა და საკუთარ თავს არ ცემდეს იმდენ პატივს, რომ ისეთი ტყუილი მაინც თქვან, რომ აი რაღაც ხო დარბაზი ფაქტობრივად გაივსო 50 კაცი ერთმა მაინც დაიჭეროს.